სალამი მეგობრებო, დაიწყო ახალი წელი, დაიწყო მიმდინარე საუკუნის მეორე მეოთხედი და ჩვენც ვიწყებთ ჩვენს ვიდეო საუბრებს. პირველი ვიდეო საუბარი 26 წელს. 2026 წელს და აი ეს ჩვენი ვიდეო ციკლი იქნება ძალიან ახლოს იქნება პრაქტიკასთან. დავალებები გექნებათ თქვენ აქტიურ წევრებს და სახალისოც იქნება მუშაობა და აი ეს ჩვენი ვიდეო საუბარი იქნება გარკვეული შესავალი აი ამ ციკლში. ჩვენ დავსახავთ ამოცანებს. არაერთი მეგობარი მეუბნება რომ ძალიან კარგი საქმე წამოიწყეთ. საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ. ნამდვილად ასია და თქვენ სამაში დარწმუნდებით და მოდით დავიწყოთ ახლა საუბარი აი ამ მაღალ ნოტაზე. თუ გახსოვთ ჩვენ აი ესეთნაირად მოვილაპარაკეთ და ასეთია ჩვენი რეალობა, რომ ინტელექტუალური განვითარება დაწყებული ბავშვობიდან და ზრდასრულ ასაკში და არა მარტო ზრდასრულ ასაკში პრაქტიკულად ემსახურება წარმოდგენას სამყაროზე. სარგებლობთ რა დიმიტრი უზნაძეს განწყობის ფსიქოლოგიით, მაგრამ მისი თანამედროვე ინტერპრეტაციით უკვე, სადაც მოქმედებს უკვე დიმიტრი უზნაძეს და აპოლონ შეროზიას მოძღვრების ესეთი სინთეზი ინტეგრირებული და წარმოდგენა გვექნება ჩვენ დამატებითობაზე, არაცნობიერი და ცნობიერი საქმიანობის. აი ასეთნაირად ვაწყობთ ჩვენ საქმიანობას და ჩვენც მივყვებით ამას. დავსახავთ ამოცანებს, ვისაუბრებთ პრობლემებს და შემდეგი ჩვენი საუბრიდან ძალიან კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. დღესაც შევეხებით აი ამ საკითხებს. როგორც გითხარით უკვე, ნაწილი აი ამ სლაიდის თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ჩვენ ვეყრდნობით შოთა ნადირაშვილის განწყობის ანთროპულ თეორიას უკვე მივიღეთ და მიგაჩვიეთ, რომ სამია ესეთი ტიპის, ინტელექტუალური განვითარების ტიპის უკვე მოსახლეობა არსებობს ჩვენს პლანეტაზე. მათი რაოდენობა იცვლება სხვადასხვა სახელმწიფოში, შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი და აი აქ დაუმატე ზუსტად აი ეს მიმდევრობა, როგორ ხდება განვითარება. ალბათ პიროვნება თუ მიღწეულია უკვე ეს დონე და თუ არის რაღაც რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ხედავენ სისტემურად ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს გარშემო, თუ ცდილობენ, რომ იყონ კავშირში სუბიექტებთან, იყონ კავშირში ინდივიდებთან, რჩევები და გარკვეული მოქმედების რეცეპტები მიაწოდონ მათ, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ სამწუხაროდ აი ახლა ირკვევა, რომ თლათ ასე არ არის. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ აი ამ ამოცანის, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენი საქმიანობის ფოკუსში ჩავაყენეთ ოჯახი. მოდით ვთქვათ, დღეისათვის შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენ ავაგოთ წარმოდგენების სრული ასე ვთქვათ სურათი, სრულია თუ არა ეს სურათი, ზუსტია თუ არა და ამომწურავია თუ არა. შეუძლია ვისმეს თქვას, რომ ყველაფერი ვიცით, რაც არის ჩვენს გარშემო. ყველაფერი შეგვიძლია ვმართოთ. ალბათ არა, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო იმდენი პრობლემა არის, რომ ეჭვი უნდა შეგვეპაროს, რამდენად სრულად ფლობთ ჩვენ ცოდნას. ამის მიუხედავად დაწყებული ადამიანი ჩქარობს ხოლმე, ყველგან ჩანს ჩვენს გარშემო როგორც კომერციული შემოთავაზება, დამიჯერეთ, მხოლოდ ასეთია ხელოვნური ინტელექტით სარგებლობა. სამყარო ჯერ არა გვაქვს, ჩვენ სრულად შესწავლილი არა გვაქვს ჩვენ ჯერ შესწავლილი ყველა სოციალური მოვლენა და უკვე რეცეპტების სახით უკვე არის მცდელობა, რომ ხელოვნური ინტელექტი მუშაობდეს და გასცემდეს პასუხს ყველა შეკითხვაზე. ამიტომ მე როდესაც ესეთნაირად წარმოვადგენ საქმეს, საკმაოდ მშვიდათა ვარ, რადგან ჩემზე ხელოვნური ინტელექტი ვერ იმოქმედებს, ვიცი რა იცის იმ საზოგადოებამ, რომელმაც დააპროგრამა ხელოვნური ინტელექტი, ძალიან კარგად ვიცი როგორ მუშაობენ ეს მექანიზმები და ამიტომ მშვიდათა ვარ, მაგრამ ადამიანი თუ არ არის მომზადებული, მაშინ გარკვეული საფრთხე ელოდება ადამიანს. დაიჯერებს, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ყოვლის
შემცველი, ანუ სრულია, ზუსტია, ამომწურავია და რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გამოირკვევა, რომ ეს ასე არ არის და ამ ადამიანს არ ექნება განვითარებული საკუთარი ინტელექტი და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის უნარები გაუჩნდება. ანუ პრობლემა ექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვეღარ განვითარდება და ინდივიდის დონეზე დარჩება ადამიანი. ანუ ამას უნდა გაუფრთხილდეთ და ბავშვებთან მუშაობისას ჩვენ ზუსტად ეს ამოცანა უნდა გადავწყვიტოთ. ანუ დავეხმაროთ მათ და ოჯახებს, რომ გარკვეული იმუნიტეტი შეიმუშაონ და ფრთხილად უყურებდნენ აი ამ ინტელექტუალურ შემოთავაზებებს. უკვე თქვენთვის კარგად ცნობილი სურათია, მეც ვაგებდი ჩემთვის, პირადად ჩემთვის, მთლიანი სამყაროს სურათს. ეხლა ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? ანუ ის სიზუსტე, სისრულე, ამომწურავის სურათი ვინ უნდა ააგოს? მე აი ამ ადამიანებთან ერთად საკმაოდ დიდი ხანია ამაზე ვმუშაობ და დავინახე გარკვეული მოვლენები, გარკვეული ინსტრუმენტები, გარკვეული წარმოდგენები და დღეისათვის მე მაქვს სრული წარმოდგენა და მაქვს გარკვეული პრეტენზია და ამაზეც ვილაპარაკო. ყოველ შემთხვევაში ჩემი პირველი პროფესია, რომელსაც ეხლაც თავს არ ვანებებ, ასტროფიზიკა, მაძლევს საშუალებას, რომ ეს სამყარო დავინახო მთლიანობაში. გარედან უყურებ აი ამ სამყაროს ჩემ წარმოდგენებში, მაგრამ შემიძლია კონკრეტულ ამოცანებზე ფოკუსირება. ავაგე ჩემთვის სასარგებლო აი ასეთი ამომწურავი სურათი, გამოვცადე ეს ყველაფერი ჩემ სტუდენტებზე, აი ამ სლაიდებზე ჩემი საუკეთესო სტუდენტები არიან წარმოდგენილები, თქვენ შეგიძლიათ გააჩეროთ და აკვირდეთ, ნახოთ ეს ყველაფერი და ჩემს მიმართ ნდობაც გაიზრდება. ანუ ეს ჩემი მიღწევებია, აი ჩემი სტუდენტების შერჩევაში და მათი ინტელექტის განვითარებაში. მე ვამაყობ ჩემი სტუდენტებით. აი აქ მაგალითად აქ თუ შეჩერდებით ამ სლაიდზე და წაიკითხავთ ამას, ჩემი საუკეთესო სტუდენტის მიღწევას ნახავთ. ზოგი კოლეგა მეუბნება დაუჯერებელია ეს როგორ მოახდინეთ. ანუ ჩემი პრაქტიკა ბავშვებთან მუშაობის, სტუდენტებთან მუშაობის მიჩვენა, რომ საკმაოდ სრულად, საკმაოდ ზუსტად და საკმაოდ ამომწურავად შემიძლია მე დავინახო სამყარო დღეს და თქვენს შემოგთავაზოთ. აი ამ სურათზე ჩემი საყვარელი სურათია, ჩემი მაგისტრანტები, ფსიქოლოგები, ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ და ჩვენ ორი ეს არ იყო მარტო ერთი ჯგუფი. მე აი ნახეთ 2016 წლიდან 23 წლამდე მუშაობდი აი ამ ლაბორატორიაში, ეს კურსი მიმყავდა და ყველაფერი, რასაც მე თქვენ გთავაზობთ, აი ამ მაგისტრანტებთან ერთად არის გამოცდილი. მე შევეცდები, რომ ეს ქალბატონები შემოვიყვანო ჩვენს პროექტში და ერთად ვიმუშაოთ. მზად არიან ესენი, მზადყოფნასაც მიცხადებენ ხოლმე. აი ესე მხიარულად დასრულდა მათი სასწავლო ციკლი. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში მუშაობის შედეგად აი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ლაბორატორიაში შევქმნით, აი ძალიან დიდი მადლობა ყოველთვის ვახსენებ დიმიტრი ნადირაშვილს, ქალბატონ მაია კალანდარიშვილს, პროფესორებს ხელი შემიწყეს ამ წარმოდგენების განვითარებაში. ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ და შედეგებიც ჩანს. ეხლა რო შევაფასოთ ეს ყველაფერი და აი ჩემი მეგობრების და ჩვენი უკვე მასწავლებლების და მეგობრების წარმოდგენები შეგვიძლია ასეთნაირად დავინახოთ. ანუ გვაქვს პრობლემები ნამდვილად განათლებაში, წარმოებაში, განვითარებაში, პოლიტიკაში. ანუ პრობლემურ სამყაროში აღმოჩნდით და აი წითლად არის მონიშნული ის ძირითადი კანონზომიერებები, ძირითადი წარმოდგენები, რაც ინვარიანტულია. ისინი სულ იქნებიან ადამიანებს და ჩვენს ცივილიზაციას სულ გაყვებიან. აი შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2050 წელსაც ეს იქნება აქტუალური და მეტიც. აი ეს წარმოდგენები ამით ვისარგებლეთ. მაგრამ სხვა წარმოდგენები ვერ განვავითარეთ და ვერ გავავრცელეთ ისეთნაირად, რომ ნამდვილად ჩვენმა ცივილიზაციამ იგრძნოს ეს ყველაფერი. აი აქ დაინახავთ თქვენ, რომ რასელაკოფის წარმოდგენა
გაჩერდა 2000 წლამდე მივიდა და პრაქტიკულად ჩვენმა ცივილიზაციამ ვერ აითვისა ეს ყველაფერი. ხოსე ორტეგას წარმოდგენა იდეალურ უნივერსიტეტზე ვერ ავითვისეთ, გავჩერდით. ჰერმან ჰესეს წარმოდგენა საერთოდ ინტელექტზე და ინტელექტუალობაზე ვერ ავითვისეთ, ხო? მისი წიგნი ქართულად მადლობა ღმერთს ნათარგმნია, შეგიძლიათ წაიკითხოთ და ამაზეც არის ძალიან საინტერესო დისკუსია. ამაზე მე მგონი 3 საათის განმავლობაში საუბრობს ერთ-ერთ ვიდეოში ბატონ ლევან ბერძენიშვილი, ვიცნობ პირადად ჩვენ. არაერთი საუბარი გქონია და ფილოლოგიური კუთხით უყურებს ამას. მე სხვანაირად უყურებ ამ. და აი აქ ნახეთ კონვეიერული საქმიანობა და აზროვნება. გასული საუკუნის დასაწყისში კონვეიერული საქმიანობა იყო ძალიან პროგრესიული. ძალიან პროგრესული იყო, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისეთნაირად, რომ ეს ყველაფერი გადმოვიდა ისეთ სფეროებში, სადაც შეუძლებელია კონვეიერული მუშაობა. განათლება ვერ იტანს, ხარისხიანი განათლება ვერ იტანს კონვეიერობას, ხო? ახლის შექმნა, კვლევა ვერ იტანს ამას, მაგრამ ჩვენ გადმოვიტანეთ ეს ყველაფერი. ერასელაკოფი კლასიფიკაციას აკეთებს ესეთნაირად, რომ გასული საუკუნე, ანუ მე-20 საუკუნე იყო მანქანური, კონვეიერული აზროვნების და საქმიანობის საუკუნე და აი მისი ერთ-ერთი შრომა ზუსტად ამას ეძღვნება, უკვე 50 წელია გასული, რაც გამოქვეყნდა. იქ პროგნოზი იყო, რომ აი ახალ საუკუნეში, ანუ ჩვენს მიმდინარე საუკუნეში უკვე სისტემურად დავიწყებთ აზროვნებას, მაგრამ არ ჩანს, რომ ყოფილიყო ეს სადმე. გავრცელებული, ვერ დავინახე ეს ყველაფერი. ანუ აი ეს სამი ნაწილი ერთმანეთთან არის გადაბმული, ხედავთ, ანუ მივადექით ჩვენ საზღვარს 20 საუკუნის საზღვარს და ვერ გადმოვედით, რადგან ეს ვერ განვავითარეთ. ანუ ეს არის ჩვენი პრობლემა. მაგრამ გვიწინასწარ მეტყველა ჩვენ კარლ ჩაპეკმა, რომ ინტელექტუალობაზე თუ არ ვიზრუნებდა, თუ არ გავიაზრებთ ამას, სალამანდრების საუკუნე გვექნება ჩვენ მიმდინარე საუკუნე და სალამანდრებთან ომი. ეს წიგნის ნათარგმნია ქართულად და მოხარული ვიქნები თუ ამას წავიკითხავთ. ნუ აი შემდეგ სლაიდზე გაჩერდით, წაიკითხეთ ეს ყველაფერი, როგორი უნდა იყოს ეს წარმოდგენა, როგორია საერთოდ იდეების სისტემური განვითარების და მე დაფიქრდით ამაზე, რომ ნამდვილად არის თუ არა ეს კონვეიერული აზროვნების საწინააღმდეგო. კონვეიერი გულისხმობს, რომ მარტივი ოპერაციების შესრულება უნდა შეგვეძლოს მასობრივად, ანუ ინდივიდები უნდა ვიყოთ. ხო? და რასელაკოფი იძახოდა, რომ არა უნდა იყოს კონვეიერული. გადახედეთ ამას ყველაფერს. გადაიკითხეთ, გაიაზრეთ ეს ყველაფერი და ნახავთ, რომ ინტელექტის აი იმ სამი პრობლემის გადაწყვეტის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. იმედი მაქვს, რომ დავძრავთ რაღაცას, რომ 25 წლის შემდეგ, ანუ 2050 წელს რაღაც შედეგი გვექნება. მაშინ თქვენი შვილები და თქვენი შვილიშვილები უკვე ზრდასრული ადამიანები ექნებიან და სამყაროსაც შეცვლიან თუ მიყვებით აი ამ წარმოდგენებს. ეხლა არ უნდა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მე გამიკეთებია ძალიან სერიოზული საქმეები, აი ისევ გადახედეთ ჩემი სტუდენტების წარმატებებს, გამომიგზავნეთ შეკითხვები, თუ რამე ეჭვი შეგეპარებათ, ამაზე ყველაფერზე გიპასუხებთ. ეხლა რამდენად რთულია ეს ყველაფერი? ეხლა დაუბრუნდეთ ზუსტად იმ საკითხს, კულინარია და აზროვნება, კულინარია და განვითარება, კულინარია და STEM აზროვნება, კულინარია და სისტემური აზროვნება. აი მე ძალიან მიყვარს აი ამ კულინარულ ტექნოლოგიებზე დაკვირვება. ისტორიული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი აქ ნახეთ, აი ჩემი სურათებიდან, ჩემი სურათების კოლექციიდან არის რამდენიმე ადგილი, რომელშიც ჩვენ საქმიანობ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ ამაზე, კი არ ვკარგავთ, ვხარჯავთ ამაზე.
ყველა თანამედროვე ტექნოლოგია არის წარმოდგენილი დღეს. ეს იქნება ჩვენი ლაბორატორია. თუ გადახედავთ თქვენ სამზარეულოს და შემდეგ ჩვენს შეხვედრაზე უკვე ძალიან კონკრეტული ამოცანები გვექნება ამის თაობაზე, ჩვენ დავიწყებთ სისტემატიზაციას, ტექნოლოგიების განვითარებას და ეს იქნება თქვენი განვითარების და თქვენი შვილების განვითარების ლაბორატორია. უნდა მივხედოთ ამ ლაბორატორიას. ანუ უნდა შევეცადოთ, რომ შევქმნათ აი ამ ინსტრუმენტების საშუალებით ისეთი გარემო, რომ თქვენი ბავშვი განვითარდეს ისეთნაირად, მე მიყვარს ეს ანალოგია, როგორც პატარა არქიმედი. ალბათ ყველასთვის ცნობილია არქიმედეს კანონი და არა მარტო ამ კანონით არის ცნობილი. შევქმნათ ისეთი პირობები და განვავითაროთ ისეთნაირად, რომ თქვენმა ბავშვმა გაიაროს ეს ისტორიული ეტაპი ამ ლაბორატორიაში. ყველაფერი გაქვთ, დამიჯერეთ. დღეს ჩვენ სამზარეულოში კოსმოსური ტექნოლოგიებიც არის უკვე შემოსული. ეხლა კი არა, თავიდანვე, როდესაც ადამიანმა პირველად მოათვინიერა ცეცხლი, უკვე კოსმოსურ ტექნოლოგიებზე დაიწყო მაშინ მუშაობა და საუბარი. თუ თქვენ ვინმე გეუბნებათ, რომ ასე არ გამოვა სკოლა, სახელმწიფო და ასე შემდეგ, დამიჯერებთ, რომ ყველაზე მოტივირებულები თქვენ ხართ, თქვენ ბავშვებზე თქვენ უნდა იზრუნოთ და აი ჩვენ პროექტში გეძლევათ ამის საშუალება, რომ თქვენ იმუშაოთ და პირველი ბიძგი მისცეთ თქვენ ბავშვებს, რომ დაიწყონ აზროვნება და განვითარების შედეგად ისევ გავიმეორებ, არც ერთი გენიოსი რომელიც დაიბადება და განვითარდება საქართველოში და ვფიქრობ არა მარტო საქართველოში არ უნდა დაიკარგოს. ყველაფერი უნდა მოხდეს სათანადო ასაკობრივ ვადებში და ეს სათანადო ცოდნაც უნდა იყოს ათვისებული. თუ ეს რეჟიმი დაირღვევა, მაშინ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ და დავკარგავთ კიდევაც არაერთ გენიოსს.